მთავარილია ყურაძე 11 წლის. ვსწავლობ ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი. უკვე 1 წელია ვთამაშობ ბათუმის სიტიში. მახსოვს პირველ დღეს სიტიში რომ მივედი. მაშინ შეიქმნა სიტი და ეს იყო პირველი ვარჯიში. სიტი მე მგონია იმიტომ კაი გუნდი რომ კარგი მასწავლებლები არიან და ბევრ ყურადღებას გვაქცევენ. მე ვთამაშობ ცენტრალურ თავდამსხმელის პოზიციაზე. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა გოლების გატანა. ჩემს კარიერაში გატანილმა კოცამდე კარგი გოლი. ერთი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. ეს გოლი გავიტანე გუშინ თამაშზე. დაცვამ ჩაუწოდა შემტევს, შემდეგ მარჯვენა მხარეს მისცა პასი და შემდეგ იმ მარჯვენა ფლანგმა დაარტყა და შტანგას მოხვდა და მე მომიწია დამატება. მარცხენა ფეხით დავარტყი და დიდ გოლი გავიტანე. სიტიში გვაქვს შავი ფორმა და ეხლა ვკერავთ შავი ყვითელში, არ ყვითელი შავში ფორმებს. თამაშობ 19 ნომრით და ეს ნომერი მეავერჩი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვთამაშებდი 10 ნომრით. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის მესი და ჩემი საყვარელი გუნდი არის ბარსელონა. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისება მგონია დრიბლინგი და მოჭრილი დარტყმა. დასამუშავებელი მაქვს ძლიერი დარტყმა. ჩემი მწვრთნელია თორნიკე დევაძე. ხიარულია, ზოგჯერ მკაცრია და სამართლიანი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომადგენია. თამაში დავიწყებ დინამო ბათუმში, შემდეგ გადავალ მანჩესტერ იუნაიტედში და შემდეგ ბარსელონაში. ფეხბურთის თამაშს ვაკეთებ 51 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ ვფიქრობ, რომ ბიზნესი გავაკეთო და აქედან ავიღო ფული. ბევრი ფული რომ მქონდეს, მოვახმარ ფეხბურთს, შეიძლება მწვრთნელიც გავხდე და შევქმნა ჩემი გუნდი. შევქმნი ბავშვთა საფეხბურთო სკოლას და დავარქვე მანჩესტერის აკადემიას. მე მაქვს ფეხბურთის ნიჭი და გადაწყვეტილი მაქვს, რომ ვითამაშოთ დიდი ფეხბურთი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებლები და კარგი კლასელები მყავს. ჩემი კლასში ყველაზე მხიარულია ცოტნე ინეიშვილი. ყველაზე ცილქია თედო მიქელაძე. ყველაზე ჭკვიანია ვიზინა ჭიჭავაძე. ყველაზე მშვიდია დაიანა დევაძე. მე ვარ ყველაზე მოუშვენი და სიმპათიური. შეყვარებული ამ ეტაპზე იმიტომ რომ ყავს, რომ ფეხბურთის კარიერაში ხელს შემიშლოს. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქვე ნიკას, ანდრიას და ანას. ჩემი საყვარელი საქმეა მათემატიკა. საყვარელი მასწავლებლია რუსლან თოიძე. იმიტომ რომ წყნარია, შვიდი არის, მკაცრიც არის ცოტა და ლამაზიც არის. ძალიან გამიმართლა რომ ყველა კარგი მასწავლებელი მყავს. ახლა მინდა ვიყო 13 წლის, იმიტომ რომ უფრო დიდი ტანი მექნება. და უფრო ფიზიკურობაც ხელს შემიწყობს. სახლში ცხოვრობთ მე, დედაჩემი და მამაჩემი. და ძმა იმიტომ არ მინდა რომ შევეჩვე მარტო ყოფნას. მამაჩემი არის შვიდი, მშრომელი და ჩემსავით სიმპათიური. ეთიკო არის ლამაზი, კაცრი, თბილი და საყვარელი. ძალიან მიყვარს ეთიკოს გაკეთებული ქათმის სალათა. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გაკეთებს ყველიან მაკარონს. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესო. ჩემი საყვარელი წიგნია ტორტი ზეცაში. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჩემ ცხოვრებაზე. თუ როგორ გავხდი ფეხბურთის ლეგენდა. მიყვარს ანიმეების ყურება და ჩემი საყვარელი ანიმეა One Piece. ჯადოსნო ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მესის მაგარი ფეხბურთელი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ბარსელონაში. ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე. მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი ჩემი მეგობარ სანდრო ძირკვაძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერზალა უნდა რომ გქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს ფრენის სუპერზალა. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, მეგობრებთან გართობა და ოჯახის წევრებთან ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.